დაფნა, როგორც მცენარე სურნელოვანი სანელებელიცაა და ძლიერი ბუნებრივი წამალიც. იზრდება ხედაც და ბუჩქადაც. მარადმწვანეა და აქვს ტყავისებრი ფოთლები, ეთერზეთებით, ვიტამინებითა და მინერალებით სავსე სამკურნალო ძალით. დიდი რაოდენობით აქვს ცინეოლი, ევგენოლი, ლინალოლი, A და C ვიტამინები. ცინეული მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ და ამოსახველებლად, ევგენოლი ტკივილგამაყუჩებლად და ანტისეპტიკურად. ამიტომ დაფნის ფოთოლი გამოიყენება რევმატიზმის, ართრიტის, კუნთების ტკივილის, ბრონქიტის, გასტრიტის, კანის ანთებებისა და საჭმლის მომნელებელი პრობლემების დროს. მისი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის შემცირებას. გაციებისას დაფნის ჩაი ამწირებს სიცხესა და ხველას, ხოლო ტკივილების დროს დაფნის ზეთი ეფექტურად ამშვიდებს დაჭიმულობასა და ართრიტს. ფოთლის ნახარში გამოყენებადია თმესთვის. ამცირებს ცვენას, აქრობს ქერნლს და აძლიერებს ფესვებს. თმას კი სუნს არ უტოვებს. ასევე სასარგებლოა თირკმლის პრობლემების, კენჭებისა და კანის გაღიზიანების დროს. გამოყენება მარტივია. ჩაი 1-2 ფოთოლი 10 წუთი დაყენება. ნაყენი პეწი რომელობადი 5-10 ფოთოლი 1 ლიტრ მდუღარე წყალში 1 საათიც დაყენებული. დაფნის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ ორსულებმა, მეძუძურმა, 12 წლამდე ბავშვებმა და ალერგიულმა პირებმა. დაფნა, პატარა ფოთოლი, დიდი ძალით.